აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თბილისის 71 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეების ინიციატივითა და მოწვევით გაიმართა. მინისტრმა მოსწავლეებს სამინისტრო საქმიანობა, მიმდინარე პროგრამები და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ის პროექტები გააცნო, რომლებშიც მათ აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა აქვთ. დავით ფაცაცია მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. სკოლაში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მოსწავლეთა დაწყებითი საფეხურის დასრულების საზეიმო ღონისძიება. დავით ფაცაციამ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო თემატიკა, რომელიც მათთვისაც საინტერესო იყო აფხაზეთის ირგვლივ არსებული მდგომარეობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი განსაზღვრელი აქტიურობების მიმართულებების გამოკვეთა და ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და ის კითხვა-პასუხი, რომელიც გაგრძელდა მათი მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა სწორედ დევნილი მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, აქტიური. ასევე თქვათ დღეს პატივი აგვეცილებინა მეოთხე კლასელები და დაგვესრულებინა სასწავლო წელი. მინდა ყველა მოსწავლეს ბევრი წარმატებების სიკეთე უსურვო და იმედი ვიქონიო, რომ უახლოეს მომავალში შევხვდებით სოხუმში. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ, ბავშვების ინტერესი განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ ისინი პრაქტიკულად არ არიან მოსწრებული თავისი ასაკიდან გამომდინარე იმ ძნელბედობის ჟამს, რომელიც აფხაზეთს თავის დროზე ჰქონდა. საინფორმაციო შეხვედრა დასრულდა ძალიან დიდი ოპტიმიზმით, რომ ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში, დავბრუნდებით აფხაზეთში.